ბოსტონი ტელეფონით არ უნდა გადაიღო, არამედ პოლაროიდით. ვინაიდან ის ზუსტად აქ შექმნა გამომგონებელმა ედვინ ლენდმა. სწავლობდა ჰარვარდში. მართალია უნივერსიტეტი არ დაამთავრა, სამაგიეროდ მსოფლიოს ასეთი მაგარი სათამაშო აჩუქა. ბოსტონში, ისე როგორც არსა და ამერიკაში, ყველაზე ნათლად იგრძნობა წარსულისა და მომავლის შერწყმა. აქ დაიწყო თავისუფალი ამერიკის ისტორია. აქვე იბადება იდეებიც, რომელიც მთელ ქვეყანაში ადამიანთა ცხოვრებას ცვლის. პოლაროიდი ადვილად გახდებოდა ქალაქის სიმბოლო. მე-20 საუკუნის ფოტოაპარატი ლამაზი სურათების კრებულს ნებისმიერ Instagram აკაუნტზე არანაკლებ კარგად შექმნის, რომლის დიზაინი სხვათა შორის ამ კომპანიისაგან იქნა აღებული. თუმცა პოლაროიდი ერთადერთი რამ არ არის, რითაც ბოსტონი პირველი გახდა. აქ დაიწყო ამერიკის რევოლუცია. ბოსტონთან გაისმა პირველი გასროლა დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ქალაქი ლიდერი, ძალზედ ამერიკული ხასიათით. მაგრამ ამასთან ბოსტონმა ევროპული სული შეინარჩუნა და აქ ინტელექტსა და განსხვავებულობას განსაკუთრებით აფასებენ. ზუსტად რომ ბოსტონში გაჩნდა პირველი ამერიკული უნივერსიტეტი და პირველი გამოცემა. პირველი სკოლა უსინათლოებისთვის და პირველი მუნიციპალური ბიბლიოთეკა. ამერიკაში პირველი მეტროს სადგურიც აქ გაიხსნა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1897 წელს. ბოსტონის მეტრო ამერიკაში ყველაზე ძველია, რაც სხვათა შორის ჩანს და მას ჰქვია არა მეტრო, არამედ T, ანუ ტრანზიტი. ბოსტონის მეტროში მატარებლები თავიდანვე ელექტრობით იმართებოდა, რა დროსაც ევროპაში უპირატესად ურთქმავლებით სარგებლობდნენ. მეტროპოლიტენი ქალაქებისთვის საშველი გახდა. ქალაქი ეტლებით იყო გადავსებული, რომლებიც გრძელ საცობებს ქმნიდნენ. ასე გამოიყურებოდა ბოსტონის მეტროს ბილეთი, სახელწოდებით Charlie Ticket. ძველი სიმღერიდან ბიჭუნა ჩარლის პატივსაცემად, რომელიც ბოსტონის მეტროში ჩარჩა, იმიტომ რომ მგზავრობის საფასურის გადახდა არ შეეძლო. მაშინ ბიჭუნას 10 ცენტი დააკლდა. დღეს კი ადგილობრივ მეტროში გასეირნება $2 და 75 ცენტი ღირს. გაჯერებული ისტორიის მიუხედავად ბოსტონი ძალიან ახალგაზრდა ქალაქია. მოსახლეობის მე-13 სტუდენტია, რომელთა მთავარი თავშესაფარი დინარის გადაღმა მდებარეობს კემბრიჯში, სადაც უკვე მრავალი წელია განათლების 2 ბუმბერაზი ასპარეზობს, ჰარვარდი და MIT. მარკ ტვენს აქვს ციტატა, რომელიც ბოსტონს შესანიშნავად ახასიათებს. ნიუ-იორკში ხალხი შენი ფულით ინტერესდება, ფილადელფიაში შენი წარმომავლობით, ხოლო ბოსტონში შენი ცოდნით. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ყოველ წელს აქ ასეულობით ინოვაციური ნაწარმი თუ სისტემა ისახება. რეი მარია სტატის ცენტრი ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობისმოყვარე ნაწილია. და არა მხოლოდ არქიტექტურის წყალობით. ნაგებობაში ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია მდებარეობს, სადაც ყველა სახის რობოტებს იგონებენ და ქმნიან. ლაბორატორიის გუნდში 600-ზე მეტი თანამშრომელია, მაგრამ მთავარი ადამიანი დენიელ როუსია. ეს მინი რობოტები ძეხვის გარსისაგან არის დამზადებული. იჭმევა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ აბის ზომის და მოხაზულობით შეგიძლია გაყინო. შემდგომ კი გადაყლაპო. ამგვარ რობოტებს ორიგამის ეძახიან, რომლის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ სხეულში სრულად გადამუშავდება. ანუ უვნებლად შეუძლია გაიაროს ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და წამალი მიაწოდოს. შესაძლოა ამაში იყოს ქირურგიის მომავალი. წარმოიდგინე, გაკვეთა საჭირო აღარ იქნება, ინფიცირების საფრთხე შემცირდება, რაც საოცარია, მაგრამ ამისთვის რობოტების მიმართ დამოკიდებულებას უნდა დავხედოთ. ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში პროფესორი რუსი 2008 წლიდან მუშაობს. 2012 წელს მისი დირექტორი გახდა. რუსის მსგავს ადამიანებს ამერიკაში self-made women-ს ეძახიან. რუმინელმა ემიგრანტმა განათლება კორნელის უნივერსიტეტში მიიღო. შემდგომ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში უმაღლეს დონეს მიაღწია, სადაც როგორც წესი მსგავსი თანამდებობა მხოლოდ კაცებს ხვდებათ ხოლმე. პროფესორი რუსი ოცნებობს, რომ რობოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდნენ, ისე როგორც ოდესღაც smartphone-ი, მაგრამ მათ იდეალიზაციას არ ახდენს. ჭკვიანები კი არიან, მაგრამ არა იმდენად, რომ მსოფლიო დაიპყრონ. სისწრაფე და სიზუსტე რობოტის უპირატესობა, ამბობს რუსი, მაგრამ მარტივი ყოფითი დავალება არ ხელეწიფებათ. ღელვარება იმის გამო, რომ რობოტი სამუშაოს წაგართმევს, იგივეა, რომ მარსზე მოსახლეობის ზრდა გაღელვებდეს. დიახ, ადრე თუ გვიან მარსზე მოსახლეობა ჭარბად იქნება, მაგრამ ამას იმდენად დიდი ხანი დასჭირდება, რომ წარმოდგენაც შეუძლებელია. პროფესორი რუსი რბილი რობოტების განვითარებით საქმიანობს, რომელიც ტრადიციული ლითონის რობოტებისაგან განსხვავებით, როგორც რბილი კუნთი, ისე მოქმედებს და გარემოს ადვილად ეგუება. ფორმას პლასტიკურად ცვლის, გრძელდება, იკუმშება, იკლაკნება.
ამგვარ რობოტს საკუთარ წონაზე 1000-ჯერ უფრო მძიმე ტვირთის აწევა შეუძლია. რუსის ერთ-ერთი ბოლო პროექტია თევზი სოფი, რომელსაც საპასუხისმგებლო დავალება მისცეს. წყალქვეშა სამყაროს საიდუმლოს გამოკვლევა. ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა იმალება ოკეანის ფსკერზე. პატარა რომ ვიყავი, ჟულ ვერნის წიგნები და ჟაკ ივ კუსტოს ფილმები მიყვარდა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია 20,000 ლიე წყალქვეშ. ახლა ბავშვურ ოცნებებს ვახორციელებ, რაც წარმოუდგენელია. სოფის წყალში 1 საათამდე შეუძლია გაჩერება, როგორც ადამიანს აკვალანგით და 18 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ნამდვილ თევზს შესანიშნავად ანსახიერებს. ოღონდ თვალის ნაცვლად აქვს კამერა, თავზე კი მიკროფონი, რაც მეცნიერებს მისი მოძრაობის მისაკვლევად სჭირდებათ. მათთვის, ვისაც Android-ი მხოლოდ კინოში აქვს ნანახი, ლაბორატორიამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის მეშვეობით ადვილად შეიძლება შექმნა პრიმიტიული, მაგრამ მაინც საკუთარი რობოტი. კომპიუტერში ახალ მეგობარს ხატავ და უნდა გადაწყვიტო თუ რა ნაწილებისაგან იქნება შემდგარი. თუმცა მკაფიო ფერებში შეფერადება ჯერ არ გამოვა. რობოტი ავაწყებ. რისთვისაც მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდა. მოდელის გაკეთების შემდგომ შენი ქმნილება 3D პრინტერზე იბეჭდება და ახალი რობოტი მზად არის. დანიელა რუსი და მისი გუნდი იშვიათად იღბლიანები არიან. მათი ლაბორატორია ის ადგილია, სადაც მიდიან საოცნებოდ, შთაგონებისა და შექმნისთვის. MIT-ის მახლობლად მდებარეობს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი სხვა სასწავლებელი ჰარვარდი, აშშ-ის პირველი უნივერსიტეტი. 1636 წელს რომ გაიხსნა. ჰარვარდში ჩაბარება თითქმის შეუძლებელია. კონკურსში ერთ ადგილზე 22 ადამიანი მოდის. წელს განცხადების სარეკორდო რაოდენობა მიიღეს 42,749. ხოლო იმ იღბლიანებს, ვისთვისაც კარი გაიღო, პირველ რიგში ჯონ ჰარვარდის ძეგლთან გზავნიან, რომელსაც უნივერსიტეტში ასევე 3 სიცრუის ძეგლსაც ეძახიან, რომლის შესახებ თავად ბოსტონელებმაც კი არ იციან. სიცრუე პირველი, ეს ჯონ ჰარვარდი არ არის, ვინაიდან ჯონ ჰარვარდის გამოსახულება სამწუხაროდ არ შენარჩუნდა. შედეგად მოქანდაკემ მოდელისთვის სრულად სხვა ადამიანი გამოიყენა. სიცრუე მეორე, ჰარვარდი 1636 წელს დაარსდა და არა 38 წელს, როგორც ეს მითითებულია ძეგლზე. და ბოლო მესამე სიცრუე, ჯონ ჰარვარდს უნივერსიტეტი არ დაუფუძნებია, აქ არც კი უსწავლია. სასწავლო დაწესებულებას ჰარვარდმა ქონების ნაწილი შესწირა. უნივერსიტეტისთვის მისი სახელის დარქმევა მადლიერების ნიშნად გადაწყვიტეს, ხოლო 3 სიცრუის ძეგლი დღემდე მრავლისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა რამენაირად შეეხოს ლეგენდარულ უნივერსიტეტს. და ეს მომენტი ფოტოზე აღბეჭდოს. სამნახევარ საუკუნეში ჰარვარდის პროფესორის სახეც შეიცვალა. დევიდ ედვარდსი, მეცნიერი, ნოვატორი, ბოსტონელების მომავლის დანახვის ტრადიციას განაგრძობს. ის რაც დღეს ჩვეულებრივად გვეჩვენება, პირველად ზუსტად რომ ბოსტონში გაჩნდა. პირველი სატელეფონო ზარი გაკეთდა, პირველი პოლიციის განყოფილება გაიხსნა, პირველი წარმატებული თირკმლის გადანერგვა ჩატარდა. დევიდსაც არანაკლებად რევოლუციური აზრები უჩნდება. მისი მრავალწლიანი მუშაობის წყალობით, მალე სრულად სხვაგვარად შევძლებთ კვებას. ზედმეტად ბევრს ვჭამთ, არასწორად ვიკვებებით. ამიტომაც ჩვენი დავალებაა ადამიანებს შევთავაზოთ სწორი კვება, სწორი სურნელითა და გემოთი. საკვები, რომლის დაღეჭვა საჭირო არ იქნება. სურნელით და გემოთით ცდებს დევიდი უკვე დიდი ხანია ატარებს. შექმნა მოწყობილობაც, რომლის მეშვეობით სმარტფონზე არომატული შეტყობინების გაგზავნა შეიძლება. ასევე საჭმელისთვის საკვების შეფუთვა. ბოსტონში მისთვის ლაბორატორიის სახით გამოდის რესტორანი Art Science Cafe, სადაც მეცნიერებმა ხელოვნებისადმი სიყვარული და მეცნიერება გააერთიანეს. ჩვენი დროის ნამდვილი ლეონარდო და ვინჩია. ეს რესტორანი უბრალოდ სათამაშო არ არის. ეს ადგილი ჩემი სახლია. გატაცებული ვარ აზრით, რომ შევქმნა ისეთი სივრცე, სადაც ადამიანი შიშის გარეშე მომავლით თამაშს შეძლებს. Art Science Cafe-ში დევიდი ჩასასუნთქ მენიუს ამუშავებს, რომელიც უფრო სუფთა და სასარგებლოა, დარწმუნებულია პროფესორი. სრულად საჰაერო კვებაზე გადასვლა საჭირო არ არის. მასში აუცილებელი ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები არ არის. დანაყრებაც არ გამოვა. დევიდს სრულად სხვა მიზანი აქვს, ჩვენი ჩვევების შეცვლა. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე ზედმეტი ან არასწორი შეჭამო, უბრალოდ უკალორიო ნისლს ჩაისუნთქავ, რომლის გემო და სურნელი საყვარელ ნუგბარს გაიმეორებს, რითაც ტვინს გააცურებს.
ახლა ამგვარი სახით არც საიენს კაფეში სტუმრებს სასმელებს მიართმევენ. ამიტომაც დახლი უფრო ქიმიურ ლაბორატორიას წააგავს. ჰაეროვანი კოქტეილი გემოთი არანაკლებ მკაფიო და გაჯერებულია. მართალია ამის გამო ყურადღება არ უნდა მოადუნო. მათრობელა გავლენა არავის გააუქმებია. სასმელების მიტანაში გიტა ეხმარება. სკუტერ ვესპას გამკეთებელი იტალიელი ინჟინრების მიერ შექმნილი რობოტი. გიტა დევიდის გუნდის სრულუფლებიანი წევრია. მომსახურების საფასური უნდა დავუტოვო? სახელისო იქნება. მომავლის აზრები და გაუმჯობესება პროფესორმა ედვარდსმა წიგნში მნიშვნელოვანი რამის შექმნაში მოკრიბა, რასაც ჰარვარდში მისი სალექციო კურსიც ეძღვნება. ეს წიგნი ლაბორატორიაში ჩემი 10 წლიანი მუშაობის შედეგია. შეხედულება იმაზე, თუ როგორ უნდა იქმნებოდეს რაიმე, რაც მარადიული იქნება ამ არამარადიულ სამყაროში. მოიპოვებს თუ არა მისი იდეები მსოფლიო პოპულარობას ჯერ არ იცის. ჩავარდნის მხოლოდ მარცხიანებს ეშინიათ, ხოლო დევიდის მსგავსი ადამიანებისთვის ყველაზე დიდი შიში არის შანსის არარსებობა. ხშირად წარმოვიდგენ თუ როგორ ვდგავარ კლდის კიდეზე. რომ არ ჩავვარდე, წონასწორობა უნდა შევინარჩუნო. ჩემს მსგავს ადამიანებს უყვართ ასეთი მდგომარეობა. ვინაიდან ან გამოგივა, ან არა. უნდა გამოიგონო, აღმოჩენებს უნდა აკეთებდე, მაგრამ საუკეთესო იდეები მაშინ კი არ მოდის, როდესაც ყველაფერი კარგად არის და მზეანათებს. აზრი მაშინ მოდის, როდესაც ოცნება რეალურ სამყაროს ეჯახება. აწმყოს შეცვლა და მომავლის შექმნა. ამ ბიზნესთვის ბოსტონზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვი, რაშიც დევიდი სრულად დარწმუნებულია და ვერანაირი სილიკონ ველეი ვერ გადაარწმუნებს მას. ბოსტონის ისტორიის შესწავლა ძალზე დადვილია. უბრალოდ ქალაქში წითელი აგურის ხაზს უნდა მიხვე, რომელსაც თავისუფლების ბილიკი ეწოდება. ეს არის ისტორიული მარშრუტი, რომლის გასწვრივ ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. პარკი ბოსტონ კომონი, აშშ-ის უძველესი საზოგადო პარკია, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გაიხსნა. შტატ მასაჩუსეტსის კაპიტოლიუმი, ტაძარი პარკ სტრიტზე და სხვა მრავალი. თავისუფლების ბილიკზე ყველაზე გემრიელი ადგილია ქალაქის ბაზარი, ქუინს მარკეტი. ქუინს მარკეტი მე-19 საუკუნის დასაწყისში ააშენეს. იმ დროს ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი იყო. ახლა მისი ზომა დიდ შთაბეჭდილებას არ ახდენს, მაგრამ პოპულარობა არ დაუკარგავს. კვირის ნებისმიერ დღეს, ადრეული დილიდან ქუინს მარკეტი ხალხით არის სავსე. მოდიან საუზმისთვის, ზღვის პროდუქტებისთვის, მაგრამ უმთავრესია მოლუსკების კრემსუპისთვის, რასაც ამერიკელები კლემ ჩაუდერს უწოდებენ. ბოსტონში კლემ ჩაუდერი ყველგან იყიდება, იმიტომ რომ აქ ახალ ინგლისში მოიგონეს. იყიდება ქუჩაში, რესტორანში, ბარში და ბაზარში და ახლა გავსინჯავთ კიდეც. ბოსტონელები სიამაყით აცხადებენ, რომ სწორი კლემ ჩაუდერის მომზადება მხოლოდ მათი რეცეპტით შეიძლება, ანუ ნაღებით და ტომატის გარეშე, როგორც ამას ნიუ-იორკში აკეთებენ. ახალი ინგლისის მცხოვრებლებს წვნიანის ამგვარი ვარიანტი საერთოდ ბარბაროსულად მიეჩნიათ. კლემ ჩაუდერს პირველად ვსინჯავ. აქ არის ნაღები, რძე, კარტოფილი, კრეკერი, მოლუსკები, კალორიული, ცხიმიანი, ცხელი. თუმცა მისი გასინჯვის ძირითადი მიზეზი ეს არ არის. გემრიელია. შტატ მასაჩუსეტსში ზღვის პროდუქტები ყოველთვის ჭარბად იყო. ამიტომაც კლემ ჩაუდერი ყველაზე ხელმისაწვდომი და მკვებავი სადილის ვარიანტი გახდა პილიგრიმებისთვის. ქუინსი მარკეტში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ყველაფერი თვალსაჩინოა. თუმცა მთავარი სიძველე ბნელ სარდაფში მდებარეობს. ბარი Salty Dogs ბოსტონს უკვე 46 წელია ზღვის პროდუქტებით კვებავს. მისი მფლობელია ლუკ პრივოსტი. ლუკი მამის საქმეს აგრძელებს, რომელმაც ბაზარში ბარი გახსნა. ლუკი ამბობს, რომ ამ კედლებში გაიზარდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილიც აქ გაატარა. ყოველ დილას ახალი ზღვის პროდუქტები მოაქვს. მენიუში უმთავრესად მიიჩნევს ხამანწკებს და ომარის როლებს. როგორც იქნა ომარის როლი მომიტანეს, არ შეიძლება ბოსტონში ისე ჩამოხვიდე, რომ ეს სენდვიჩი არ გასინჯო. და ლუკთან ქალაქში ყველაზე სწორია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ომარის ხორცია. არ ამატებენ არც მაიონეზს და არც სხვა რაიმე соуსს. თაობებისთვის, რომელიც აქ ცხოვრობდნენ, კვების მთავარი წყარო იყო თევზი და ზღვის პროდუქტები. არ ამგონია, რომ დედამიწაზე კიდევ სხვა რომელიმე ადგილი იყოს, რომელიც ჩვენზე უკეთესი ყოფილიყო.
ბოსტონის ისტორიისთვის მიკვლევა სხვა ხერხითაც შეიძლება. ქალაქის მრავალრიცხოვანი რესტორნების მონახულებით. აშშ-ის ყველაზე ძველი მოქმედი რესტორანი ზუსტად რომ ბოსტონში მდებარეობს. 2003 წელს იუნიონ ოსტერჰაუსმა აშშ-ის ეროვნული ისტორიული ძეგლის სტატუსი მიიღო. დესერტისთვის კი ბოსტონის ჩრდილოეთით ნორთ-ენდში უმჯობესია წასვლა, სადაც ქალაქის ჩამოყალიბებაც იწყებოდა. მე-20 საუკუნისთვის ნორთ-ენდი იტალიელი ემიგრანტებისთვის თავშესაფარი გახდა, რომელთა შთამომავლები დღემდე აქ ცხოვრობენ. კაფე ვიტორია ბოსტონის პირველი და ყველაზე ძველი კაფეა. ყოველ დღე აქ მოდის 91 წლის სიცილიელი ანტონიო. ბოსტონში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს, თუმცა იტალიური აქცენტი არ დაუკარგავს. ძველებურად შლაპებს ატარებს და დამაჯერებლად გაიძახის. ჩაუ ბელა. კაფეში რისი შეკვეთა გიყვარს? ბევრი არაფერი მინდა, მხოლოდ ყავა და მოცვის მაფინი, რაც სავსებით საკმარისია. ბოსტონის რესტორნები არა მხოლოდ პატივს მიაგებენ თავიანთი ქალაქის ისტორიას, ასევე არ ეშინიათ პირველებმა ახალი ტექნოლოგიები გამოიყენონ. ამგვარად ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებას რესტორან კულტივარს შეუძლია ორგანული პროდუქტით დაიკვეხნოს, რომელიც ცენტრში მოჰყავთ. უფრო ზუსტად კი კონტეინერში, რომელსაც ამერიკის და ევროპის რესტორნები კომპანია Freight Farms უკვეთენ. Freight Farm-ი 2010 წელს დაფუძნდა ბრედ მაკნამარას მიერ. ზოგჯერ ბავშვს ეკითხები, სტაფილო საიდან ჩნდება? ის კი პასუხობს, სუპერმარკეტში. და სუპერმარკეტში როგორ მოხვდა? ბავშვი პასუხობს, რომ ის სტაფილოს საწარმოდან მოიტანეს. ბავშვები, რომლებმაც იციან თუ სად და როგორ მოჰყავთ პროდუქტი, რომლებიც ხედავენ, თესლი როგორ გადაიქცა მცენარედ, ასეთი ბავშვები გაცილებით სწორად იკვებებიან. ბრედის სამუშაო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ამერიკის წვლილი მსოფლიო კულინარიაში არა მხოლოდ ბურგერი და ჰოთ-დოგია. სწორი კვება სერიოზულ ბიზნესად გადააქცია. Freight Farm-ის წყალობით საკუთარი ბოსტნის გაკეთება შესაძლებელი გახდა ამისთვის არასახარბიელო პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც კი. ის თუ როგორ მუშაობს ასეთი ფერმა გვაჩვენა ჯონ ფრიდმანმა, კომპანიის თანადამფუძნებელმა. Привет. Заходи на ферму. ეს არის სამუშაო ადგილი. ჯადოსნობა აქ ხდება. დათესვა, აღება, გადარგვა. სისტემა თანმიმდევრულია. ჯერ კონტეინერში თავსდება, ნიადაგი თესლით. როდესაც თესლი გაღვივდება, მცენარეს კედელზე გადარგავენ. ბოსტნის შემოწმება ყოველდღე საჭირო არ არის. ნიადაგი ავტომატურად ნოყიერდება. მფლობელებს შეუძლია ყველა პროცესის მართვა. აპლიკაცია Farm Hand-ის მეშვეობით. ანუ შეგიძლია რამდენიმე კვირით წახვიდე და არაფერზე იღელო. ჰაერის სინათლე ყველაფერი ეს მცენარის ხარისხზე ახდენს გავლენას. არა მხოლოდ გარე იერზე, ასევე გემოზე და ტექსტურაზე. აქ კი ერთ ადგილას შეგვიძლია ნებისმიერი სიმწვანის მოყვანა. სალათი, რუკოლა, თალგამი, ბოლოკი, ხალი. ყველა ერთ გარემოში იზრდება და კლიმატურ პირობებს ჩვენ ვმართავთ. ფერმის ფასია $80,000. დაახლოებით 2,5 წელიწადში ანაზღაურდება. ერთ წელიწადში ამ 4 კედელში 2-დან 4 ტონამდე ნაწარმის მოყვანა შეიძლება. კომპანიის არსებობის მანძილზე ბრედმა და ჯონმა კლიენტები შეიძინეს 36 შტატსა და 12 ქვეყანაში. მათ შორის არის ილონ მასკის ძმაც კიმბელ მასკი. ჩიკაგოში მის რესტორანში ვიჯექით. მაშინ არ ვიცოდი მისი გეგმების შესახებ. მაგრამ ამიხსნა, რომ მას მზა პლატფორმა სჭირდება, რომლის ნებისმიერ ადგილას განთავსება შეიძლება, რათა ყველა ადამიანმა შეძლოს თავი ნამდვილ ფერმერად იგრძნოს. მიწაზე ბრედ მაკნამარასთვის და ილონ მასკისთვისაც ადგილი ცოტა. Freight Farms-მან თავი უკვე წარმოაჩინა როგორც წარმატებულმა სტარტაპმა. ხოლო ფერმის მარსზე განთავსება ეს არის გამოწვევა, რომლის მიღებისთვისაც მზად არიან. გალაქტიკად შორისი მოგზაურობის მთავარი პრობლემა ეს არის სანოვაგე. არ შეიძლება უბრალოდ აიღო და საკვები კოსმოსში გაგზავნო. მარსელი მაგარი ფილმია, მაგრამ ეს ჯერ ჩვენი რეალობა არ არის. ბრედი და ჯონი ბოსტონიდან სადმე გადასვლას არ აპირებენ. აქ არის ყველაფერი, რაც გვჭირდება, ამბობენ ისინი.
მრავალი ბოსტონელისთვის გადასვლის საკითხი საერთოდ არ არის აქტუალური. რისთვის უნდა წახვიდე ქალაქიდან, რომელიც შეგიძლია ყოველ დღეს სრულად განსხვავებული და მოულოდნელი მხრიდან აღმოაჩინო. ამასთან განათლებისა და ტექნოლოგიის კულტურა ერთადერთი რამ არ არის, რითაც ბოსტონმა სახელი გაითქვა. აქ მოხდა იდეალური ძარცვა, მუზეუმის ძარცვის ისტორიაში ყველაზე დიდი. ისაბელა სტიუარტ გარდნერის გამოფენაში. 1990 წლის 18 მარტის ღამეს პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ორმა კაცმა მუზეუმში შეაღწია. ხელოვნების 13 ქმნილება მოიპარა 500 მილიონი დოლარის ღირებულების. მრავალი წელი გავიდა, მაგრამ დამნაშავეებს დღემდე ეძებენ. ბოსტონში ბევრი მუზეუმია, მაგრამ ყველაზე უჩვეულოდ ცუდი ხელოვნების მუზეუმია. მუზეუმში არა მხოლოდ უნიჭო ხელოვანთა ნამუშევრებს შეხვდებით, ასევე იმ ნამუშევრებსაც, რომლის გამოც ავტორს შერცხვა. მუზეუმის მთავარი კურატორი მაიკლ ფრენკი ამგვარ სახალისო ხელოვნებას საკვირველი სერიოზულობით ებყრობა. ამბობს, რომ მუზეუმის თანამშრომლებს შემქმნელების წუხილის დაცინვა არ სურთ. უბრალოდ უნდათ, რომ ხელოვნებას შეცდომის უფლება მისცენ. ცუდი ხელოვნება კარგი საპირისპირო და არ მიიჩნევა. ხელოვნების განსჯა და მისი კარგსა და ცუდზე დაყოფა საინტერესო არ არის. მე მაინტერესებს ნამუშევრების შეგროვება, რომელიც ჩაფიქრებული იყო როგორც ხელოვნების ქმნილება, მაგრამ ხელოვანს რაღაც არ გამოუვიდა. გამოფენაში 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. სულ კოლექციაში 700 ექსპონატია და რეგულარულად ივსება. უმეტესი ნაწილი მაიკლის სახლში ინახება. მუზეუმისთვის შედევრებს ნებისმიერ ადგილას პოულობენ, ნაგავ საყრელზე და ქუჩის ბაზრობებზეც. მრავალი სურათი მას თავად პოულობს. მაიკლი ყვება, რომ მუზეუმში ამანათები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდის. თუმცა არსებობის მანძილზე 1994 წლიდან მუზეუმმა არანაკლებ პოპულარობას მიაღწია, ვიდრე ქალაქის სხვა გამოფენებმა. სკოლის ხატვის მასწავლებელი ყოველთვის ამბობდა, რომ კლასში ყველაზე ცუდად ვხატავ. მაშინ რომ ცოდნოდა, რომ არის ისეთი მუზეუმი, სადაც ამგვარი ნახატები გამოიფინება, ჩემს ნამუშევრებს აუცილებლად გამოვაგზავნიდი. ცუდი ხელოვნების მუზეუმის გამოფენას მაიკლი ყოველ რამდენიმე თვეში აახლებს. შესვლა უფასოა, ამიტომაც სამუშაოსაგან მოგებას არ იღებს. ყველაფერი გამორჩეულად ხელოვნების სიყვარულისადმი კეთდება, მაგრამ არ უნდა იფიქრო, რომ ასეთ ნახატებს არ იპარავენ, ამბობს მაიკლი. მთელი დღე აქ ყოფნა არ შეუძლია, ხოლო სათავსოში კამერები არ არის. რითაც ზოგჯერ ბოროტმოქმედები სარგებლობენ. მუზეუმის ისტორიაში სახალისო შემთხვევებიც იყო, როდესაც მხატვარმა საკუთარი თავისთვის მოულოდნელად საკუთარი ნამუშევრები გამოფენის კედლებზე აღმოაჩინა. ერთმა კაცმა ნახატი ნაგავში იპოვა. დიდი ხანი ინახავდა. შემდგომ ჩვენ გვაჩუქა. მაგრამ შემდგომ სურათის ავტორმა მუზეუმში დაინახა თავისი ნამუშევარი და მოშორება გვთხოვა. აღმოჩნდა, რომ ეს პროფესიონალი ილუსტრატორი იყო DC კომიქსიდან. იფიქრა, რომ ეს მის კარიერაზე ცუდად აისახებოდა. ხოლო მათთვის, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვთ, ცუდი ხელოვნების მუზეუმში მოხვედრა შესაძლოა ერთადერთი შანსია, რომ უკეთესი გახდეს, თუნდაც უარესებს შორის. საერთოდ კი ბოსტონელები საუკეთესო სტატუსისთვის არ ასპარეზობენ. მათ ისედაც იციან, რომ ამერიკაში ამგვარი მეორე ქალაქი არ არსებობს. ხოლო ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება ზედმეტად ხმაურიანია. ეს არის ქალაქი შინაურებისთვის. არა იმ მოსაზრებით, რომ აქ ჩამოსულები არ უყვართ. პირიქით, უყვართ, მაგრამ ეს სიყვარული უნდა დაიმსახურო. თუ ქმნი რობოტებს, ხსნი რესტორან ლაბორატორიას, იგონებ სტარტაპებს, თეფშზე ახალი და ორგანული პროდუქტის გასტრონომიულ ტილოს აწყობ. ან ხელოვნების შეხედულების გადახედვისთვის მზად ხარ და ცდების არ გეშინია, ხოლო შეცდომას მუზეუმად გადააქცევ. თუნდაც უბრალოდ სხვებზე უკეთესად ატარებ შლაპას. მაშინ ბოსტონში მოწოდებას ნამდვილად იპოვე. Sunshine, life can't get much sweeter than this, sweeter than this. Ooh. Baby blue sky, green leaves on the trees, see the butterfly fly. I feel brought back